დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება. ცხადია იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც ადამიანს შესწევს უნარი, რომ გაუკლავდნენ ამ მოცულობის მოსულ ნალექს, იმ პირობებში, რომ ვერც პრევენციულ და ვერც ადრეული განგაშის სისტემების მოწყობაში ვერ ვივარგეთ ამდენი წლის განმავლობაში. ამასობაში არ არის მთლად კარგი პროგნოზი სინოპტიკოსებისგან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 28 თებერვალს ვიდრე 3 მარტამდე განსაკუთრებით ღამის საათებში მთელ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნა, ანუ დაკლება, ანუ გადადის ყველაფერი მინუსში. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5-10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7-12-მდე, ქვეყნის მთიან რეგიონებში კი -13-18, მაღალმთიან ზონაში კი ყინვა 18-23 გრადუსზე არის ნავარაუდები. კიდევ გასაგებად ვიტყვი, -18, -23 გრადუსზე ელიან თაში დასავლეთ საქართველოში ყინვებს. დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიული პირობები, პროგნოზის სახით ლიფყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში რჩება სტატუსი ზვავ საშიშროება. ამ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, პლავლიფყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს მათ შორის ტრანსპორტის მოძრაობაც. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა 5-დან 10 გრადუსამდე დაეცემა და ამ დაწევამ შესაძლებელია ასევე ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს. სინოპტიკოსები ცალსახად მიუთითებენ საფრთხის მაღალ დონეზე. ეს ყველაფერი ნათქვამი არის მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოკლედ, არც სინოპტიკოსების და მეტეოროლოგების პროგნოზში არის კარგი რაიმე. ყინვა, სიცივე, ლიფყინული, ზვავს საშიშროება თავისი ჯანდავებით მტერს და აავს ჩვენსას. ერთი რაც შემიძლია გისურვოთ ამ თულ დროს თქვენ და უსურო საკუთარ თავსაც და ყველას, აგერ ამინდის პროგნოზიც გვეუბნება, სიცივე არსად არ წავაო და ყინვებიც არის მოსალოდნელიო, ხო და ის დროა ურთიერთობები მაინც დავათვალოთ. თუ ამაში ჩვენი გადაცემას მოგეხმარებათ, მე მხოლოდ მოხარული და ბედნიერიც ვიქნები.